ყოველ ხუთშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე რადიო ათინათისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთობლივი პროექტი ჩვენი თვითმმართველობა. გადაცემა მათთვის, ვინც საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ფიქრობს. მონაწილეობა თქვენი უფლებაა. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საჯარო მოხელეთა მოვალეობა. გადაცემა პროექტის საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აფინანსებს. ჩვენი თვითმმართველობა. რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში. ყოველ ხუთშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე. მოგესალმებით ძირფასი რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად რადიო ათინათის ეთერში იწყება გადაცემა ჩვენი თვითმმართველობა. დღეს სიახლე გვაქვს. დღეიდან შეგიძლიათ არამატო გვისმინოთ, არამედ გვიყუროთ live stream-ის მეშვეობით მისამართზე რადიო ათინათი.g. ჩვენ საშუალებას მოგცემთ, რომ ჩაერთოთ გადაცემაში როგორც პირდაპირ რეჟიმში, სატელეფონო დარეკვის ზარის საშუალებით, ასევე დაგვიტოვოთ თქვენი კომენტარები და შეკითხვები Facebook-ის ათინათის გვერდზე და ჩვენი სტუმრებთან ერთად შევეცდებით, რომ თქვენთვის საინტერესო და სასურველი ინფორმაცია საჯარო გავხადოთ ყველასთვის. მე შეგახსენებთ, რომ გადაცემა ჩვენი თვითმმართველობა არის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც აფინანსებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, დონორი კი გახლავთ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. დღეს გვაქვს მეტად საინტერესო თემა და აქტუალური, იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყება ახალი სასწავლო წელი, იწყება არამარტო სკოლებში, არამედ საბავშვო ბაღებშიც. სიახლის შემდეგ საზოგადოება მიცის პრინციპში ამ სიახლის შესახებ, ის რომ გადასახადი მოიხსნა მუნიციპალურ ბაღებში, შესაბამისად კონტინგენტის რაოდენობა და ასე ვთქვათ, სიდიდე ერთიორად გაიზარდა. რა ვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით და რას აპირებს ადგილობრივი გამგეობა იმისთვის, რომ ეს ზრდადი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს ადგილზე. სწორედ ამიტომაც ჩვენ მოვიწვიეთ სტუდიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ქალბატონი მარინა კვიკვინია. მოგესალმებით ქალბატონი მარინა და დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მოგესალმებით. და ასევე ბატონი ნუგზარ გაბელია, რომელიც გახლავთ სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. ბატონი ნუგზარი, იმიტომ რომ მის ორგანიზაციას აქვს საკმაოდ ესეთი შრომატევადი სამუშაო გაწეული ბაღების მონიტორინგთან დაკავშირებით და მათ ეს კვლევა შეასახეს, კვლევის პრეზენტაცია რამდენიმე კვირის წინ გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრებს და გილოცავთ, თქვენ ხართ ასე ვთქვათ პირველი სტუმრები, რომლებიც live stream-ის საშუალებით ჩაერთვებით ამ გადაცემაში და მისასალმებელი სიახლეა ჩვენთვის. ქალბატონი მარინა, პრინციპში სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო სპეციალური ასე ვთქვათ შეხვედრა გამგეობის შენობაში, სადაც განიხილებოდა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება გაზრდელ კონტინგენტს. თუ შეიძლება გვითხრათ ამ თათბირის შედეგები, რა პრობლემების წინაშე არსებობთ, რა პრობლემების წინაშე დგახართ და რა არის ყველაზე ასე ვთქვათ კინეული საკითხი, რომლის გადაწყვეტაც დროში არ იცდის. დიახ. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ თქვენ სტუდიაში ვიმყოფები, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, ჩვენი პრობლემების სიხარულისა და ტკივილის გაზიარებისათვის. მე მაინც დავიწყებდი გადაცემას იმ სამადლობელი სიტყვით, რომ ჩვენმა მთავრობამ მოიცალა საბავშვო ბაღებისთვის, თანაც ძალიან სერიოზულად და გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი, ბავშვთა კვება მთელს საქართველოში იქნება უფასო. და ამავე დროს თუ ზუგდიდის რაიონში იყო კვება ორჯერადი, წელს უკვე გავხადეთ სამჯერადი. ეს მიღწევა სულაც არ არის პატარა მიღწევა. მე ვიცი, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც ყოფილა უფასო საბავშვო ბაღები. კანონში თავრობას პრინციპში მადლიერების გამოხატვა გასაგებია, მაგრამ ეს მისი მოვალეობაც არის. რა თქმა უნდა, მედალს აქვს. პრობლემებზე გამომხატოთ. კი ბატონო, რატომაც არ აქვს ჩვენ პრობლემების არ გვეშინია, ლოგიკური იყო და მოსალოდნელი იყო, თბილისშიც ასეა, სხვა რაიონებშიც ასეა, რომ კონტინგენტი გაიზარდა. კონტინგენტი რომ გაიზარდა, ამას თავისთავად დასჭირდა მომზადება. ჩვენ მეტნაკლებად მომემზადეთ სიტუაციისათვის და დაუშვით დამატებითი ადგილები საბავშვო ბაღებში, თითქმის ყველა საბავშვო ბაღში. მაგრამ ესეც საკმარისი არ გამოდგა. სწორედ ამან გამოიწვია ის პრობლემა კიდევ, რომ ხელმეორედ მოგვეწვია თათბირი და ერთად გვემსჯელა რა გადაწყვეტილებამდე მივსულიყავით. ურთიერთობა გქონდა, რა თქმა უნდა,
ეკონომიკის სამინისტროსთან და მან გითხრა, რომ როგორმე ადგილზე უნდა მოიზიოთ. ჩვენ უკვე დაგვაფინანსეს, რაც კვებას შეეხებოდა ძველი კონტინგენტი, რაც იყო შარშანდელი კონტინგენტი იმის მიხედვით და დაგვისვეს თანხა 154,000. მაგრამ სამწუხაროდ მზარდ კონტინგენტთან დაკავშირებით ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომ მივიღეთ ესეთი დადგენილება, რომ ადგილზე უნდა მოვიძიოთ თანხები. ახლა როგორ არის ამ ჩართული დამატებით სუბსიდიას მიიღებთ სუბსიდიაზე მოგახსენეთ უკვე რომ დამატებითი კონცენტრალური ხელისუფლებისგან უკვე იყო და აღარ იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო ძალიან ნაყოფიერად მუშაობენ. ჩვენ სამივე მხარე ერთად საკმაოდ სერიოზულად მუშაობთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ახლა რასთან ხა გვაქვს და რა ადგილებიც გვაქვს იმასთან იმით დავიწყებ სასწავლო წელს 16 სექტემბერს და უკვე ოქტომბრისკენ მოიქნება თანხები მოძიებული, რომელიც დააკმაყოფილებს იმ 550 აღსაზრდელს, რომელიც არის დღეის მდგომარეობით საბავშვო ბაღს გარეთ. კეთილი, ამ თათბირის შესახებ, რომელზეც თქვენ საუბრობდით, მეც ასე ვთქვათ, არ დავსწრებო ამ თათბირს, მაგრამ მქონდა საშუალება, რომ რამდენიმე ბაღის გამგეს გავსაუბრებოდი და მოდით მათი საკმაოდ განსხვავებული პოზიციები მოვისმინოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ ისინი ამ მოხსნილ გადასახადთან დაკავშირებით და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არსებობს ბაღებში. მე ვთხოვ პროდიუსერს ეს ჩანაწერი გაუშვას. რა თქმა უნდა, იყო მოსწავლებული კონტინგენტი, ბაღს გვირემონტებენ, ამთავრებენ რაღაც 2-3 დღეში და მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჯგუფში მაქსიმუმი ესე იგი 35 ბავშვი რო დავსვა. ისე მაქს ფართი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალებით გავარემონტოთ და შეგვიძლია მესამე ჯგუფიც გავხსნათ და მე ბავშვები გადავანაწილოთ. აი ეს არის რაც შეეხება თავად ამ საკვები დანამატის მოხსნას. ის თანხა რაც გამოყოფილი იქნება, ეხლა საკმარისი იქნება თუ არა, თქვა სრულად ყვება რო გაითვალისწინოთ ბავშვებისთვის. ნახოთ როგორ იქნება, რა მდგომარეობა იქნება, ამას ყველაფერს დავინახავთ, როცა უკვე ბავშვები შემოვლენ, 16 სექტემბრიდან. მე მსმენელს ვეთქვი, რომ ის ხო ქალბატონი ნანიჯიქია, რომელიც არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საბავშვო ბაღის გამგე. მოდით ქალაქისკენ გადავინაცვლოთ და მოვუსმინოთ ქალბატონ დოდო გაბუნიას, რომელიც გახლავთ ქალაქის მერვე საბავშვო ბაღის გამგე. საოცარ მდგომარეობაში გადადა. ფიზიკურად უნდა ნახოთ და მე უნდა გადასცემ. რამდენი ბავშვი 25 ყავს. 45-ის განაცხადია 25 ყავს. და რას უპირებთ? ანუ ვერ იღებთ ხო? არა, 25-ს ვიღებთ. იმიტომ რომ შაშანდელი ჩარიცხულია 20. დღეს 5 კი არა, მეტიც არის, მაგრამ დახარისდება ის. ვინ მოვა, ვინ არა. ჩარიცხულები არის. როდის იწყება სასწავლო პროცესი? 16-ში დედა, 16-ში, მაგრამ ვერ დავიწყებთ ასე მგონია მე. იმიტომ რომ საღებავი რაღაცა მოგცენ, ჭერს აწვიმს და საღებავი მოგცენ. საღებავი ისთვის მინდა შენახული მაქვს საღებავი. ჯერჯერი უნდა შერემონტდეს. არ არის გარემონტებული. არ არის გარემონტებული. დაახლოებით ხარჯთაღრიცხვა თუ არსებობს, რამდენი დაждდება თქვენი ბაღის რემონტი ასე ვთქვათ? 3,000 მანეთით მოვიდა ვიღაცა პერელა. 3,000 მანეთი ეჭირა ხელში. 3,000 მანეთი რომ შემოხვალ იქნა არ ეხება. შემოსალს ხელში არ ეხება. მოდა წავიდე და აღარ ჩანს იმის შემდეგ. 15 დღეა ეს. 3,000 მანეთი დედა. მოკლედ განსხვავებული პოზიციებია ქალბატონ მარიამ, უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე საკმანძო თემა გამოიკვეთა, შეძლებს თუ არა ყველა საბავშვო ბაღი დაიწყოს მუშაობა 16 სექტემბერს. მოგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღი გვაქვს 57 საბავშვო ბაღი, აქედან 4 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, თავიდან ბოლომდე გარემონტდა, ანუ აქ იყო ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობოების მიერ დაფინანსებული 3 საბავშვო ბაღი, 1 საბავშვო ბაღი იყო სოფლის მეურნეობის პროგრამის შედეგად გარემონტებული. აქედან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიუჯეტიდან დაემატა ნაცატო საბავშვო ბაღს. ახლა რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, დაწყებულია რემონტი 23 საბავშვო ბაღში. ეს არის უპრეცედენტო ციფრი, იმიტომ რომ საბავშვო ბაღები
აი ამ სიჩქარით, აი ამ ტემპით და ამ ხარისხით ძალიან დიდი ხანია აღარ გარემონტებულა. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს. რაც შეეხება შეიძლება მოგახსენოთ მერვე საბავშვო ბაღის გამგის განცხადება, ჩვენ საღებავით მივეცით მათ სახარშთაღრიცხვად შევადგინეთ და გამოცხადებულია მარტო ერთ ბაღს ხო ვერ გამომაცხადებთ ტენდერისათვის რამოდენიმე დღეა საჭირო გამოცხადებულია ტენდერი და ამას აქვს თავისი კრიტერიუმები, რომლის შედეგადაც მას ქალბატონ დოდოსთანაც აუცილებლად დაიწყება რემონტი. რაც შეეხება იმას, რომ 3000 ლარი მცირეა, სავსებით ვეთანხმები, მაგრამ გვინდა რომ რამენაირად მეტნაკლებად ყველგან მივწვდეთ და ყველგან გავაკეთოთ და თანდათან ხვალეს ჩვენია და ხვალაც მივხედავთ და კეთილი მე მსმენელებს და უკვე ასე ვთქვათ ლაივსტრიმის მაყურებლებს შევახსენებ რომ მათ შეუძლიათ დაარეკონ ტელეფონის ნომრებზე 22 105 9 თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ჩვენი თვითმმართველობა რომელიც გახლავთ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ასე ვთქვათ მოწონებული პროექტი. მე მინდა ნუგზართან გადავიდე კითხვით. თქვენ როცა გააკეთეთ ნუგზარ, ასე ვთქვათ, დიდი პრეზენტაცია თქვენი კვლევის შედეგებისა, მაშინ ერთ-ერთი საკვანძო მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბაღების დიდ ნაწილში არიან დევნილების შესახლებულები, რაც პრინციპში გარკვეულ შემაფერხებელია იმისთვის, რომ ბაღები გარემონტდეს. თქვენი მონაცემებით რამდენ ბაღში არის, ვთქვათ, რამდენი ბაღია დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრად, წეული არაფორმალურ ცენტრად, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, ბატონო ახალს. მინდა მსმენელს მივულოცო ახალი სიახლე ჩვენი ქალაქისთვის ლაივ სტრიმი ძალიან კარგი რამ გაკეთდა იმაშია რომ აუცილებელი და საჭიროც კი იყო ჩვენი ქალაქისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მთავარი პრობლემა, ორი ძირითადი პრობლემა დღეს ბაღების წინაშე ამ მიმართულებით. პირველი ეს არის ბაღებში განთავსებული დევნილები და მეორე შენობები, რომლებშიც განთავსებულია ბაღები. პირველი შემთხვევა არის ის შემთხვევა, როდესაც უმეტესობა ბაღებში ალბათ 80%-ში განთავსებულები არიან დევნილები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებს და ეს გამონაკლისი ჩვენ არ ვიქნებოდით, ბუნებრივია, ამაზე სხვებიც იზრუნებდნენ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ქმედითი ღონისძიებები ამ მხრივ არ ჩანს ცალკეული გამონაკლისების გარდა, როდესაც 2012 წელს აშენდა ფოთში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები, რაღაცა ნაწილი ბაღებიდან იქნა გაყვანილი დევნილების, თუმცა დღესაც უმეტეს ნაწილში ბაღების ჩვენ გვაქვს სურათი, როდესაც ხშირ შემთხვევაში ცალკეული ერთეულიანი ოჯახები, მაგრამ რიგ შემთხვევებში მთლიანად კომპაქტურ ცენტრებადაც გია საბავშვო ბაღების ტერიტორიები ქცეული. ამასთან მეორე პრობლემა ვახსენე, ეს არის თავად შენობები, სადაც ბაღებია განთავსებული. მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლების ბოლოს შენობები სოფლის ცენტრში ძირითადად იყო კოოპერატივების საკუთრებაში, კოოპერატივები ამ პერიოდში დააგროვეს დიდძალუალების სახელმწიფოს წინაშე. დღეს უკვე ეს ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. აქედან გამომდინარე, ყველა დონორი, რომელიც პირველ რიგში აპირებს გარემონტებას, ბაღის თუ კაპიტალურად მიშეკეთებას, swams კითხვას, ვის საკუთრებაშია ბაღი. პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის კოოპერატივის საკუთრება, მაგრამ არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. ნუგზარ ძალიან დიდი ბოდიში მე პროდიუსერმა მაცნობა რომ მზარია სტუდიაში, მოდი ძარს მსმენელს მოусმინოთ და უკვე შემდგომ გავარძელოთ საუბარი. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. სამექნებოდა კონკრეტულად შეკითხვა. გესმით? გისმენთ. კარგია კვებაზე როცა ვამახვილებთ ყურადღებას, კარგია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუმცა მე როგორც მშობელს რომ ბაღში კითხვა მაქვს ასეთი, ვინ აგებდა პასუხს და ვინ აგებს დღეს პასუხს თვითონ აღმზრდელებზე, მათ კვალიფიკაციაზე, თავის დროზე რის საფუძველზე იქნენ მიღებული, ანუ აქვთ თუ არა კონკრეტულ ამ სფეროში მიღებული განათლება და აპირებს თუ არა საერთოდ ეს უწყება რაიმე გადამზადების კურსებს მათთვის, ან თუ არის რაიმე კრიტერიუმი დადგენილი, როგორც ფსიქოლოგს ისე შევეკითხები, რომ ბავშვებისთვის აუცილებელი ის უნარჩვევები, რაც კონკრეტულად ამ სფეროში მომუშავე ადამიანს უნდა გააჩნდეს, რის საფუძველზე ამოწმებენ მათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ბაღში მუშაობა და ბავშვებთან მუშაობა და აქვს თუ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემუშავებული კონკრეტულად ამ ადამიანებისთვის რაიმე პროგრამა.
დიდი მადლობა, პრინციპში რამდენიმე კითხვა იყო, ქალბატონო, ჩვენ რეკლამამდე ვეცადოთ, რომ თავარ კითხვებს გავცეთ პასუხი და ნუ გზა რაც შეეხება თქვენს თემას, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავუყურებით. მე მშობელს ვპასუხებ ესე, რომ წინა წლებშიც იყო კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები გატარებული, გამოყოფილიყო თანხები, მაგრამ მომავალი წლისთვის უკვე იქნება სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, რომ გასამაგებული თანხა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. მოწვეული მდგომარეობით რამდენს ხარჯავს ცენტრი მაპატია კვალიფიკაციის. ეს იყო დაახლოებით 1000 ლარამდე წლევანდელი ბიუჯეტით ცენტრის გათვლილი. ზედან ეს თანხა აითვისეს, თუმცა ძალიან მიზერული თანხაა და კარგი იქნება თუ მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ და აუცილებლად გავაზრდით თანხებს. ჩვენ მოვიწვიეთ ქუთაისიდან სპეციალური ჯგუფი ტრენერებისა, რომელთაც ჩაატარეს აღწერლებთან კვალიფიკაციის სამაღლებელი კურსები, ეს იყო ფსიქოლოგიაშიც, უნარებშიც და ასე შემდეგ, სხვადასხვა საგნების მიხედვით. ასევე წლევანდლისა მომავალი სასწავლო წლისათვის დაგეგმილია ჩვენი მხრიდანაც და ასევე პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ იგივე ათინათი, გაენათი გეგმავენ კურსებს, საკვალიფიკაციო კურსებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, როგორ მივიღოთ თანამშრომელი და როგორ არა. წინა წლებში რა იყო ამაზე მოგეხსენებათ, რომ მე პასუხი განცემი და კომპეტენტური არ გახლავთ, მაგრამ სამაგეროდ ვალდებული ვარ მომავალზე ვილაპარაკო, რომ აუცილებლად იქ მოხდება კვალიფიცირებული კადრი, რომელსაც ეცოდინება კარგად მეთოდიკაც, პედაგოგიკაც და ბავშვის ფსიქოლოგიაც. დიდი მადლობა, მე მგონი სრულად თუ არა განაწილებული მაინც გავიცით პასუხს მენელის კითხვას. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ეს კი რამდენიმე წამში მოხდება. ჩვენი თვითმმართველობა, მონაწილეობა თქვენი უფლებაა. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კი საჯარო მოხელეთა მოვალეობაა. ძვირფასო მომხმარებლებო, Smart-ში ახალი აქცია დაიწყო. გააყოლეთ ხელს 1000 წლიანი ტრადიციით დამზადებული იტალიური ყავა ტრუჩილო, უგემრიელესი ლატე, კაპუჩინო, ამერიკანო, ესპრესო. დაიმუხტეთ იტალიური ენერგიითა და ტემპერამენტით და მიიღეთ საჩუქრად ბაულის იტალიური კრუასანები. იტალიური ყავა ტრუჩილო, მხოლოდ $2, ექსკლუზიურად მხოლოდ Smart-ში. Smart-ი სააგენტოს მიერ დაფინანსებული და მისი მხარდამჭერი არის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. დღეს ვსაუბრობთ ბაღებში არსებულ სიტუაციაზე და სტუმრად გვყავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სამღვდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა კვიკვინია და სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გაბელია. ჩვენ რეკლამამდე ვსაუბრობთ იმაზე თუ თქვათ რამდენს ხარჯავს და რა მიმართულებით ცენტრი კვალიფიკაციის ამაღლებაზე თანამშრომლებისა, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ ცენტრში. მოდით ცოტა შორს გავიხედოთ და ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე ტიპის ბაღი და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მან იმისთვის, რომ თქვათ მშობელს მარტო ის არეგულებდეს, რომ აი თვითონ მუშაობს და თქვათ სანდო ხელში, არამედ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ქალბატონო მარინა მომავლის ბაღი რა, როგორი უნდა იყოს ეს? მომავლის ბაღი უნდა იყოს. ცოტა ახლოს თუ შეიძლება მიკროფონთან. მომავლის ბაღი რა თქმა უნდა იყოს გარემონტებული თავიდან ბოლომდე, უნდა კონდეს ძალიან ლამაზ ფერებში შეღებილი ბილი ოთახები, სველი წერტილები თავიდან ბოლომდე მოწესრიგებული, ასევე სასმელი წყალი, სუფთა, ვენტილაცია, კვალიფიცირებული კადრი. კარგი მოვლა, აღზრდა განათლება კვება. ყველაფერი ერთად კომპლექსში ყველაფერი. უფრო ინსტიტუციურ განვითარებას და უფრო სწორედ ინფრასტრუქტურულ მხარეზე საუბრობდა ქალბატონი მარინა. თქვენ როგორც მშობელს, რომელსაც მოგიწევთ ხუმალიშვილის მიბარება ბაღისთვის, აი როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა მისცეს ბაღმა და აძლევს თუ არა თანამედროვე ბაღი მოზარდს იმ აუცილებელ უნარჩვევას და განათლებას, რაც უნდა მისცეს წესით. მე დავუბრუნდები წინა შეკითხვას, რა არ დამისრულებია და ეგ მნიშვნელოვნად მიმაჩნია მე, რომ უთხრა საზოგადოებას, რომ თვითონ საბავშვო ბაღები, შენობები, სადაც ეს ბაღებია განთავსებული, ჯერჯერობით არ წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას.
ჩვენ მოგეხსენებათ, რომ პროექტის პარკლებში ყოველ კვირას, შაბათ-კვირას დავდივართ სოფლებში და უშუალოდ გვიწევს შეხვედრა ამ ადამიანებთან, ბაღების მონახულება, ნახვა და სოფლის მოსახლეობაც კი რომელიც იძახის რომ ჩვენი სახსრებით არ გვინდა სხვისი არაფერი გავაკეთებთ ყველაფერს ამის უფლებაც კი არ აქვთ. ამიტომ პირველი და მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას და ეს ალბათ პირველი პრეროგატივა არის ადგილობრივი თვითმმართველობების მოთხოვნა დაყენება ამ მიდევნება თვალყურის რა მდგომარეობაში ამ მოთხოვნის მერე ამ გადმოცემის საკითხი ამ ქონების ეს უნდა იყოს პირველი პრიორიტეტული ნაბიჯი. ამასთან მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივა ბუნებრივია ეს არ არის. ამაზე უნდა იყოს თანხმობა ეკონომიკის სამინისტროდან, მაგრამ ეს არის დილემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ორი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, ანუ კომპლექსურად. კი ბატონო, თვითმმართველობის რეფორმა თავის თავში მოიცავს დეცენტრალიზაციასაც და საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მიიღებენ ამ ქონებას, მაგრამ დროში, როდის მოხდება ეს ჯერჯერობით უცნობია, ვიცით მონახაზით, რომ დაახლოებით ესე იქნება, მაგრამ რამდენი წელი დასჭირდება მას ერთი წელი ვთქვა წელს იქნება მომავალ წელს თუ კიდევ მომდევნო წლებში ეგ ჯერჯერობით უცნობია. სასწაული კიდევ უნდა შეგაწყვეტიოთ. მსმენელი არის ხაზზე და უკვე გავარძელოთ საუბარი, მას შემდეგ რაც მსმენელს მოусმენთ, მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ერთი კითხვა მაქვს. როგორც ვიცი, მას შემდეგ რაც ბაღების მომსახურება გახდა უფასო, ზუგდიდში 500-ზე მეტი ბავშვი დარჩა შესაბამის მომსახურების. ამაზე საუბრობენ ქაბატონი დასაწყისში კი ბატონო. რა კრიტერიუმებით არჩევს დღეს სკოლამდელი საღებავ დაწესებულებათა ცენტრი ბაღები, რა ფორმით არჩევენ ახალგაზრდებს, ანუ ვინ უნდა მიიღონ და ვინ არა, იმიტომ რომ მაგალითად კონკრეტ ერთ-ერთ სოფელში ჩემი ახლობელი უნდა დაწესებულიყო ბაღში 25 ბავშვის მეც ვერ იღებენ და ეს ბავშვი დარჩა ბაღის გარეშე. ანუ რა კრიტერიუმით შეერჩეს დანარჩენი 25 ბავშვი. მადლობა და ამ კითხვას დავამატებთ, არსებობს თუ რაღაც ასაკობრივი ზღვარი ქაბატონი მარინე, რომლის ქვევითაც არ შეიძლება თქვა მივიღოთ ახსასდელი ბაღში. დიახ. კრიტერიუმები არის დაახლოებით ესეთი. ჩვენ ვღებულობთ იმ უბნის ბავშვს, რომელ უბანშიც არის ბავშვი. ანუ რაც უფრო ახლოა ბავშვი, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. კიდევ იმას ენიჭება მნიშვნელობა, რომ ბავშვს თუ ყავს და ძმა, ანუ დედმამიშვილები თუ ყავს იმ ბაღში, აუცილებლად უნდა მივიღოთ ისევ იმ ბაღში. ამას როგორც ბატონმა მალხაზმა ბრძანა, ემატება კრიტერიუმი კიდევ ის ერთი, რომ ასაკი უნდა ქონდეს გარკვეული. ეს ახლა მშობლისთვის ძალიან ძნელია, რომ შენი ბავშვი ჯერ პატარაა და ბაღში ვერ მივიღებთ, მაგრამ ამას ეს არის 3 წლის საკამდე ბავშვი. რატომ ვეუბნებით? იმიტომ კი რომ პატარაა და არ გვინდა ღმერთმა დაგვიფაროს ყველა პატარა ღმერთმა გაზარდოს და ჩვენც უნდა გავზარდოთ. საქმე იმაშია, რომ ბაღის ჯგუფები არ აქვს. ბაღის ჯგუფს ცალკე განსაკუთრებული ყურადღება, შტატი, საძინებელი, მომვლელი კვებაც განსაკუთრებული და განსხვავებული ჭირდება. აი ეს, სხვა არაფერი. და კიდევ ვანიჭებთ ყურადღება მეტნაკლებად პრიორიტეტს 4-5 წლის ასაკს, იმიტომ რომ ღმერთმა ნუქნას რომ ჩვენი რომელიმე ბავშვი სკოლაში წავიდეს, ბაღ გაუვლელი და ეს მათთვის სკოლაში მე ძალიან ძნელი იქნება. სკოლის პროგრამის დაძლევა, ურთიერთობები, სოციალური და ფიზიკური განვითარება ყველაფერი ერთად. კეთილი, მოდით გავარძელოთ საუბარი მიღების კრიტერიუმებზე და ზოგადად ბაღების კონტინგენტზე. მას შემდეგ რაც ეს ცვლილება გახდა ცნობილი და პარლამენტმაც დაამტკიცა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში და ასევე თბილისის შესახებ კანონში ბაღებში მოიხსნა დამატი. რა ბედი ეწიათ კერძო სექტორის ბაღებს, ანუ მათ თქვათ დააკლდათ ახსასდელები თუ რა ეტაპზე არიან და რა შეიძლება თუ არა თქვათ მათ დახურვის საფრთხე დაემუქროთ. და ზუგდიდში თუ გაქვთ ეს ინფორმაცია, რამდენი კერძო ბაღია? ზუგდიდში დაახლოებით არის 15-მდე კერძო საბავშვო ბაღი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ კერძო ბაღებიდან სახელმწიფო სექტორის ბაღებში გადადიან ბავშვები, გადაყავთ მშობლებს უკვე. რაც შეეხება დახურვის საშიშროებას, არ მგონია დიდი მთლიანად დაიხუროს ან დიდი უმრავლესობა დაიხუროს, არ მგონია. ისინიც იმუშავებენ და კეთილი, მოდით ნუგზართან გადავალ, კითხვით, მე მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ 22-105-9, 25-105-9 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები და ასევე შეგვიძლიათ გიყუროთ Facebook-ის დაგვიტოვოთ Facebook-ის გვერდზე, ათინათის გვერდზე თქვენი შეტყობინება ან მოსაზრება, ასევე გიყუროთ რადიო 10-10-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე live stream-ის საშუალებით. ნუგზარ, კითხვა მაქვს ასეთი, თქვენი აზრით დაწევს თუ არა სწავლებისა და ზოგადად აღზრდის ხარისხი ცოტა ისეთ მამაყალენთან დათქვა მე ალბათ, მაგრამ ის რომ ის გარემოება რომ ბაღი გახდა უფასო.
ანუ შეიძლება ითქვას თქვათ რომ აი მშობელი იფიქრებს რომ აი მაინც უფასოა და რაღაცებზე თვალს ახუჭავს როგორ გავთ ეს მოლოდინებით რა მოხდება მე მოდით კონტრშეკითხვას დაგისვამთ კი გახდა ბატონო უფასო მაგრამ კონტინგენტს რეალურად არც მომატებია 25 ბავშვის მიღების საშუალება გქონდა რა გავზარდეთ მოდით რა ახლა არა ცაიშის მაგალითად კი ბატონო არის 4 ბაღი ეგეთი სადაც ჩატარდა რემონტი ცაიში დიდინეთს დასში მე გეტყვით რომ 12-ს უტარდება ახლა კიდევ 12 არა 20 მე გეტყვით ჩვენი კვლევის პერიოდისთვის გამოყოფილი იყო შემდეგი თანხები 77000 ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 26000 ლარი ადგილობრივი გამგეობის მიერ ამასთან ეს 26000 ლარი იყო თანადაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გასარემონტებელი ბაღების და ამით მოდით თქვათ თქვენც ხართ შეხვედრებზე და ჩვენც ვართ სოფლებში როდესაც დავდივართ რეალურად სურათი არ ვიცი ხა მომავალში რას გეგმავს ცენტრი მე გეუბნები დღეს რა მდგომარეობა ამ გადმოსახედიდან რასაც მე დღეს ხედავ და შეხვედრებზე დავდივართ ყველა სოფელში თითქმის ჩვენ ერთად ვართ და თქვენც ხედავდით გაზრდილი ჯგუფი მე არ მინახავს ეს არის 15 სოფელი ბატონო მარინა შეიძლება სხვა სოფლებში მოხდა და გაიზარდა მაგრამ აი კითხვა იყო ესეთი თუ 25 ბავშვი იყო და 25-ზე დარჩა მაშინ კითხვას აზრი აქვს გასაგებია მოდით ზარი მოусმინოთ მსმენელს ისევ ზარია ალბათ არ დაგველოთ არ აუშვას დაგვირეკავს ისევ გავაგრძელოთ მაშინ საუბარი იმაზე რომ თუ დარჩა 25 ბავშვიანი ჯგუფი დარჩა და არ ემატება, მაშინ ალბათ შესაბამისად ხარისხიც არ ნუ ხარისხი ბუნებრივია რაც იყო ის გვექნება და ქალბატონო მარინა ბრძანა რომ მომავალში იგეგმება გადამზადება და ეს ძალიან კარგია. ჩვენს ერთ-ერთი რეკომენდაციადაც ეს ჩავდეთ. მე ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღება მინდა მივაქციო ერთ ფაქტს, რაც რესპონდენტმა ბრძანა. როგორ უნდა შეირჩეს ეს ადამიანები? კი ბატონო ვიცით რომ რაღაცა კრიტერიუმები არსებობს, ის უნდა იყოს სიახლოვე, უნდა იყოს. მოდით საქართველოში ვცხოვრობ და ნეპოტიზმი გავრცელებული მოვლენაა და იქ ნათესაობა, ბიზნესშვილობა, მამიდაშვილობა და ნუ ესე ვთქვათ, ხო, რაღაცები შეიძლება რაღაცა გქონდეს საქმე. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ჩვენ უნდა გქონდეს ისეთ რეალური კრიტერიუმი, რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველას, დიდსაც და პატარასაც, ამ შემთხვევაში 3 წლისას, 4 წლისას, 5 წლის ბავშვსაც. მიღების წინაპირობების დაცვის დროს ჩვენ შევთავაზეთ ესეთი ვარიანტი რეკომენდაციებში, რომ ხო არ გაგვეკეთებინა დაუშვათ თბილისის ვარიანტი, როდესაც ელექტრონული სისტემით ხდებოდა ბავშვების რეგისტრაცია. ეს გარკვეულწილად მოსპობდა ნეპოტიზმსაც. თავის მინუსები აქვს. ბუნებრივია. ძალიან კარგი იქნებოდა დაგეთანხმება. გონიერობით ვიცი რომ პრობლემები შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაციის დროს, ამაზე ცალკე მუშაობ. თავისი უარყოფით მხარები ბუნებრივია აქვს, მაგრამ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით რომ ის მანკიერი რაღაცა მხარები ამას ჩამოშორდეს, ამას სპობს. ამ ხრივ დამიჯერეთ ეს უკეთესი გამოსავალი და ვარიანტი. ხომ არ იწყებთ ამ ხრივ მუშაობას რომ ელექტრონული რეგისტრაცია ჯერ ცოტა ადრეა, იმიტომ რომ ჯერ ვფიქრობთ როგორმე ყველა ბავშვი განვათავსოთ, მოვათავსოთ და მაგრამ ამას დიდი ხარჯები არ ჭირდება. დიდი ხარჯები არ ჭირდება, სავსებით ვეთანხმები, ეს წინათაც იყო ეს მოსაზრება და საკუთარ თავზეც გამოვცა და იმდენი პრობლემა შეგვექნა რომ ვერ ვატევთ და როგორ დავტევთ, აი როგორც იქნება ელექტრონული ვერსიით. გაადვილებული, გამარტივებული და რატომაც არა ობიექტურად შეიძლება. მოდით ცოტა გლობალურ თემას დავუბრუნდით, ანუ ეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბაღები გახდებოდა უფასო, გარკვეული კითხვის ნიშნები ამან გამოიწვია, ვიღაცა ამბობდა, რომ ეს ნაჩქარებია, ვიღაცა ამბობდა, რომ დროულია. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთ ანალიტიკოს, რომელიც მუშაობს მუნიციპალურ თემებზე. ეს გახლავთ ოთარ კიკვაძე, რომელსაც ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ბაღებში გადასახადის მოხსნა და რა შეიძლება ველოდოთ, მე ვთხოვ პროდიუსერს გაუშვეს ეს კომენტარი. წინასაარჩევნო ძალიან მომგებიანი თემატიკაა ბაღების უფასო სერვისი და არა მარტო ამ წინასაარჩევნოს, არამედ გასული წინასაარჩევნო. გასული და კიდე შემდეგი თავი მესიჯი. კი ბატონო, ეს ფაქტია და ამას ვერ გავექცევით. ეხლა რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, საქმე იმაშია, რომ ამისათვის აუცილებელია სტანდარტის არსებობა, ანუ მინიმალურად აუცილებელი ნორმების არსებობა, რის ფარგლებშიც მოწესრიგდებოდა თქვა შენობები, ასევე აუცილებელია კვების ნორმების დადგენა, აუცილებელია სანიტარული ნორმების დადგენა, აუცილებელია საბავშვო გასართობი სათამაშოების თუ პროგრამების შემუშავება და ასე შემდეგ, როგორც არის ნორმები არ გვაქვს თქვენი კვლევით. ასეთი ნორმები პრაქტიკულად არ არსებობს, შეგვიძლია თქვა, უბრალოდ არსებობს მხოლოდ რეკომენდაციები, რომელიც დაცვაც არ არის ავალდებული.
ეს იყო ოთარ კიკვაძე, კავკასიის ეკონომიკური და სოციალურ-კვლევითი ინსტიტუტიდან. გვაქვს ასეთი სტანდარტები ქალბატონ მარინა, რაზეც საუბრობდა ბატონი ოთარი კომენტარში. არსებობს თქვათ ზღვრული თქვათ ფორმა, რომლის იქიდან ნაკლები არ შეიძლება თქვათ იყოს გამოყენებული საბავშვო ბაღებში. ესეთი მკაცრი კრიტერიუმების არ არის ჯერ, მაგრამ მე ვერ დავეთანხმებოდი ამ პიროვნებას. იცით რატომ? თუ ჩვენ ბაღების გახსნას თავიდანვე იგივე 20 და 15 წლის წინ არ დავიწყებდით, დღეს ის ბავშვთა რაოდენობა 2000-მდე მიახლოებული რაოდენობა 2000 უпростоრად 3000-მდე 2700 ბავშვი ყავდა ამ ბოლო წლებში. ბაღებში ეს ბავშვებიც არ იქნებოდნენ ბაღში და პირდაპირ იქნებოდა მომზადებელი ყოველგვარი მომზადების გარეშე ქართულიც არ ეცოდინებოდათ და 5-მდე თვლანგარიშიც ბავშვებს ასე რომ იმის თქმა რომ ეს ნაადრევია და მე გაგვეკეთებინა ჩვენ როდის ვიქნებოდით მზად ერთი-10 წელი ვერ ვიქნებოდით მზად იმისათვის ინფრასტრუქტურას თუ დაველოდებოდით და კიდევ 1000 პრობლემას რომელიც დღეს ჩვენ სიმართლე გინდა ცხვირში გვხვდება სამაგეროდ პარალელურ რეჟიმში თუ გულიგულობს ყველაფრის გაკეთება მოესწრება და მოხერხდება ასე რომ მე არ ვთვლი რომ ეს იყო წინასწარ ეს იყო ნაადრევი ნაბიჯი მე ვიტყოდი რომ დროული იყო ძალიან ბევრი ბავშვი იმიტომ მოგვაწყდა რომ არის სოფლებში ბავშვების ოჯახები რომლებიც ოჯახში შეჭირებულები იყვნენ და ჩვენთან მაინც ექნებათ გარკვეული პირობები იმისათვის რომ მაზღრისად იყვნენ და ბაღში მოვლილები და ნაპატრონები. როგორ თქვენი ორგანიზაციის პოზიცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამდენად მომზადებული შეხვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამ გადაწყვეტილებას? მომზადებელი შეხვდა თავიდან ბოლომდე, იქიდან გამომდინარე რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილზე არ აქვს იმის რესურსი რომ ის საჭიროებები და აკმაყოფილებას რომლის მოთხოვნილებაც არის მოსახლეობისგან აქ საუბარია მარტივ რაღაცაზე სოფელში არ არის ფართი რომ გაიხსნას ჯგუფი თვითმმართველობას არ აქვს რესურსი სიტყვაზე ააშენოს ახალი ბაღი და დააკმაყოფილოს ამრიგად ბუნებრივია რომ ეს მოხდა რომ მოზღვეობა წამოვიდა რაღაცა თანხები არ უნდა გადაიხადოს მშობელმა ბუნებრივია უპირატესი მდგომარეობაა შესაბამისად გადაწყვიტა იმ ადამიანს კი რომელიც არ აპირებდა ბავშვის წაყვანას წაეყვანა ეს ბავშვი თუმცა რა გვხდება თუ დავხვდა იგივე ფართი იგივე ჯგუფში ბავშვების რაოდენობა რა შეიცვალა ამით ვიღებდით 25-ს ყავს ისე 25 თუმცა კაპიტონ მარნას აი რა თანხა ჩაერიცხა 154,000 ხო შენატანებს რასაც მშობლები იხდნენ ზუსტად ის თანხა ანუ გაყოფილი შუაზე 320,000 ლარამდე გქონდა შენატანი კი ბატონო მოუხსნა სახელმწიფომ ეს თანხა 320,000 ლარის ოდენობით და ძალიან კარგია მაგრამ რაოდენობრივად ბავშვების რაოდენობას რამდენით მოემატა რამდენით გავზარდეთ ჩვენ ამისთვის არ ვართ პერსპექტივაში ზოგიერთ ბაღს ბრძანებთ ალბათ მაგრამ ხომ არიან ბაღები და მაინც ბევრი ბავშვიღა და კონტინგენტი არის გაცილებით მეტი მარინა აი რამდენი ჯგუფი დავამატეთ წელს აი ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ინდიკატორი ამ შემთხვევაში მზაობის იქნება დამატებული ჯგუფების რაოდენობა, ხო? აი რამდენი დავამატეთ. ამ შემთხვევაში ხედავთ პერსპექტივას რომ შეიძლება ჯგუფები დაემატოს. მე უნდა დაემატოს მაგას. ძალიან ბევრი ბატონო? უნდა დაემატოს. კი, აი ჩვენს გამოსავალი არ გვაქვს. ერთი ჯგუფი გაიხსნა. იმას ამბობს რომ და სადაც მოდი ნუ დაგვავეცდება ის წარსული, როდესაც 9 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი არ გაკეთებულა ამ საბავშვო ბაღებში და ახლა უკვე 30,000 კი რა ვიცი ჩვენი მხრიდანაც ჩვენი ბიუჯეტიდანაც და გამგეობის მხრიდან საკრებულოს მხრიდან და მუნიციპალიტეტიდან დაგვემატა საკმაოდ სერიოზული თანხები და ვარემონტეთ და ჯგუფებსაც ხსნით. აი რომ მოგახსენეთ რომ 23 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს რემონტი იმისთვისაც რომ ბავშვთა რაოდენობა არის და ამიტომ ჯგუფები უნდა წელს რამდენით გაიზრდება ჯგუფების რაოდენობა ჯგუფების რაოდენობა სავარაუდოდ 10-12 ჯგუფი გაიხსნება. ეს მოხდება ოქტომბერ-ნოემბერში. კეთილი, პრინციპში თემა რა თქმა უნდა ამოუწურავია
იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი კატეგორია აქვს. შრომით თანაზღაურებაზეც უპრიანი იქნებოდა გვეთქვა. ალბათ სხვა დროსაც გავუძლებთ ამისთვის, ამაზე საუბარს, უბრალოდ სამწუხაროდ საერთო დრო ჩვენი ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა ორივე ჩემს სტუმარს მომბრძანებისათვის და საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს როგორც ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის იყო საინტერესო. ეს იყო გადაცემა ჩვენი თვითმმართველობა, რომელსაც თქვენ უსმენთ და უყურებთ რადიო ათინათის live stream-სა და მის ტალღაზე. გადაცემა, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, მე ჟურნალისტი მალხაშ კადოა ვარ, ჩვენ ხუთშაბათს შევხვდებით ამავე დროს, კარგად ბრძანდებოდეთ.